Bismillah wa salatu wa salam ala rasulillah wa ala alihi wa ashabihi wa man tabi'ahu bi ihsan ila yawm الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي امري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا اله الا الله. اللهم اجعلنا من الذين امنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. امين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. قسمت ورمزدا ميت توزي 327 حديثي. توصية باب في من يصلي الصلاة لغير ميقاتها. თავს რომელიც ეხება იმას, ვინც ლოცვობს, ლოცვას არა თავის დროზე. ხანდახან შეიძლება ძმებს შეკითხვა აქვთ. ხო, მაგრამ ხო ბევრი ხადისებია მოსწული, რომელიც ვინც არ ლოცვობს თავის დროზე. არათუ ხანდახან ჩვენ ვკითხულობთ, ძალიან ცოტა ხადისები, შეიძლება ერთი ხადისია თავში, შეიძლება 2-3 ხადისია. გავასინებს ძმებისთვის, რომ ეს წიგნი არის ზავაიდების წიგნი. ეს არის ხადისები, რომელიც გავს სახე ბუხარს და მუსლიმს. და აქ არის რამოდენიმე ციტატა შუამავალი სალალალაჰუ რომელიც არ არის ბუხარში და მუსლიმში. მაგიტომ შეიძლება მაგალითად იყოს რაღაც ბაბუ ზიქრ სიტყვაზე, ზიქრის თავი, მაგრამ მოსული ამ წიგნში ცოტა რამოდენიმე ჰადისი. მაგრამ ბუხარი და მუსლიმში რო გახსნათ, იქ შეიძლება იყოს უამრავი ჰადისი მოსული ზიქრებზე. ამიტომ ის თქვი რომ ძმებს შევახსენოთ რა წიგნი არის ეს. კარგით. عن عمرو بن ميمون الأودي قال قدم علينا معاذ بن جبل اليمن. معاذ بن جبل مويدا وشوينتانو يمن شيوخه بعثه رسول الله صلى الله عليه وسلم إلينا. شما صلى الله عليه وسلم شوينتان جمعنا معاذ بن جبل. فسمعت تكبيره مع الفجر. ميسي تكبير جاويجيو عن تكبيرة الفجر عن لطفيس دينيس لطفيقو فجر تكبير ميسا دا جاويجيو ميسي تكبيريو. رجل أجش الصوت. კაცი რომელსაც ჰქონდა დაბალი და ცოტა უხეში ხმა, მუაზ ბინ ჯაბალს ლაპარაკობს. فألقيت عليه محبتي და ჩემ გულში იყო ჩადებულიო მის მიმართ სიყვარული. როგორ ჰადისში მოხსენ თუ გახსოვს მებო, რომ თუ ალლას უყავს ვიღაცა მორჩილი, ალლას აგროვებს ანგელოზე, ეუბნება მაგათ რომ ასეთი ადამიანი შემიყოლეს, თქვენ შეიყვარეთ და ბოლოს ეს ჩამოდის, ეს სიყვარული ჩამოდის და დუნიაზე ჩამოდის. და თქვა რომ ჩემ გულში იყო ჩადებული მის მიმართო სიყვარულიო. فما فارقته حتى دفنته بالشام. და მაგას არ მოვშორდიო, ყოველთვის მაგასთან ერთად ვიყავიო, სანამ არ დავგზავნეთო შამში. და ნახეთ, ეს არის აჰლულ ილმის ადათი. თუ ხედავ ვიღაცას აქვს ცოდნა, ვიღაც არ ცოდნიანი ხალხი ყოველთვის ცდილობენ რომ მაგასთან ერთად იყვნენ. ნახე რა თქვა معاذ بن جبل زيرو حتى دفنته بالشام. سانم არ დავგზავნე, სანამ არ გარდაიცვალა, ყოველთვის მაგასთან ერთად ვიყავიო. ثم نظرت الى افقه الناس بعده. მე ნახე რა თქვა, მაგის მერე უკვე დავიწყე ზებნა ვინ არის უფრო ცოდნი ადამიანი მის მერეო. ადამიანი ნახეთ მოკდა ერთი მისი ალიმი, რომელსაც ყოველთვის მაგასთან იყო, ცოდნას იღებდა, არ გაჩერდა მაგაზე. გააგზავნა, ეხლა ეძებს კიდე ვინ არის معاذ بن جبل მერე ვინ იყო უფრო მცოდნე. فاتيت ابن مسعود. დავიპოვიო იბნ მასუდი, მივედი მაგასთანო იბნ მასუდთან. فالتزمته حتى مات. აი ხა მაგასთან ერთად ვიყავიო, სანამ ის არ გადაიცვალა. ეს არის აჰლულ ილმის ადათი. მეორე ალიმი ნახა, უკვე მთელი ცხოვრება მაგასთან გადაარა, სანამ ის არ გადაიცვალა. فقال لي და იბნ მასუდმა მე მითხრაო. قال رسول الله صلى الله عليه وسلم كيف بكم اذا امر عليكم امراء يصلون صلاه لغير ميقاتها. როგორ იქნებით თქვენო? ან რას ფიქრობთ რომ თქვენ იმაზეო, თუ თქვენი მმართველები იქნებიან ისინი, ვინც ილოცებენ ლოცვას არა თავის დროზე. ჩვენ რა ვთქვით ძმებო, მაგალითად და მართლა ისტორიაში ეგრე მოხდა ძმებო, რომ ხულაფა რაშიდინების მერე, აბუ ბაკრ, ომარ, ალის და ოსმანის მერე და მუავიას მერე იყო ზოგიერთი ხალიფა, რომელიც ლოცულობდა ასრს გვიან. ერთ-ერთი ლოცვა როდის არის ძმებო? ასრის ლოცვა გვიან როდის არის? როცა ასრის ლოცვა მივიდა იმ დონემდე რომ მზე ხდება წითელი. ამ მზეს ჰორიზონტი ხდება წითელი. ეს არის დრო, რომელიც აკრძალვიო მაგაში ლოცვა. და იყო ხულაფა რაშიდები მუავიას მერე იყო ხალიფები, ვინც ლოცულობდა მაგ დროს. და უთხრა პეღამბერ სალალალაჰუ იბნ მასუდ უთხრა რომ قلت فما تأمرني إذا أدركني ذلك يا رسول الله. იბნ მასუდმა თქვა რომ ე რასულულაჰ, და თუ მე მივალ იმ დრომდეო, ჩვენ შევხვდებით ეგეთ დროს. რას მირჩევ, რა გავაკეთო? ყალა მაგათ თქვა صلي الصلاة لميقاتها. شن إلوتسي لوتسوا თავის დროზე. واجعل صلاتك معهم سبحة. და ლოცვა მაგათთან ერთად გახადეო როგორც ნაფილა, სასურველი ლოცვა. თუ მაგათ შორის როცა ზოგიერთი ხალიფა ეგრე აკეთებდა, აუცილებელია მას ლოცვა თავის დროზე. ლოცულებდნენ სახში, მე მაგრამ ნახე ჯამაათ ლოცვას. მეჩეთში მაინც არ ტოვებდნენ
თაბიინები მაინც მიდიოდნენ და ჯამაატში ლოცულებენ. 42 ჰადისი ბაბ ფიმან აუ ამა ყაუმან ვა ჰუმ ლაჰუ კარიჰუნ. თავი რომელსაც ქვია თავი რომ ადამიანი არის იმამი და ხალხს არ უყვარს ეგეთი იმამი. მაგრამ ეს თავი არ არის მოსული ზავაიდების შარწმებო, ამიტომ ამ თავს გამოვტოვებთ. 53 ჰადისი ბაბულ ფათჰი ალალ იმამ. თავი რომელიც ეხება დახმარება იმამისთვის. ან მუსავვირ ბინ იაზიდ. მაგრამ თქვა شهدت رسول الله صلى الله عليه وسلم قرأ في الصلاة. ادخل من شموة صلى الله عليه وسلم ونحيو لطلب ده فتعاب في آية. تما قال شيء شلا ارتي آياتي. فقال رجل ده اتت ما قسمت كوا يا رسول الله إنك تركت آية. أي الله شموة شين داتوي ارتي آياتي داتويو. ده شموة صلى الله عليه وسلم كوا فحل أذكرتنيها. دراتم أشي مخسنيو قال ما قد كارو صحابة مرم ظننت أنها نسخت من يقول رم إس آياتي يقول أنو وكي أنو رجوت كارتوات أنو أسويت أشري ما ماجيس حكمي وكي دكاربوليا أنو دكاربوليا نقول كا شكرو نسخت نسخ شتسلية شتسلية قال فإنها لم تنسخ شو ما صلى الله عليه وسلم تقول إيش ما إس آياتي أريخو أنو نسخ ما جالس أراكوندا არის აიათის მებოსალას უზენაეს ალლაჰ ყურანში ინცახის რომ სანუყრი უკალ ფალა თანსა ჩვენ წაგიკითხავ შენ აიათსო შენთვისო და შენ არ დაგავიწყებაო როგორ ეხლა ეს აიათი და ეს ჰადისი ერთმანეთ ჩვენ დავაკავშიროთ ამ ჰადისში არის ნახსენები რომ შუმა მასალასალამ აერია ლოცვაში ერთი აიათი ანუ შეეშალა აიათი ყურანში კი წერია რომ შენ ანუ წაგიკითხავთო ყურანი მოგვა შენთანო მაგრამ არ დაგავიწყებაო ალიმი თქვის რომ არ დაგავიწყება ყურანის გადაცემა შუმა მასალასალამ არ დაევიწყება ყურანის გადაცემა სხვებისთვის ასევე ალიმები თქვის რომ ეს არის ალლაჰის ჰიკმათი მოხდა ეგრე ლოცვაში რომ ხალხს ცოდნოდა რა უნდა გააკეთოს ლოცვის დროს თუ იმამს შეეშლება რაღაცა ლოცვაში 319 ჰადისი ან აბდილა ბინ უმარ მაგან თქვა أن النبي صلى الله عليه وسلم صلى صلاة رسول صلى الله عليه وسلم اتي لصويلوسا فالتبس عليه ده شيء شرع رغس مجلس وشي فلما فرغ قال لأبي درس كان توي سبتا أبي سدخرا شهدت معنا شين اتتي قويو عن لصوشي قال نعم معك كي فما منعك أن تفتحها علي دارم شيء شين روم أنو شيء روبينا جميع شستما عن لصويزروس ასევე სუნნაში არის მებორომ, როცა იმამი ლოცულობს, იმამის უკან დადგა ისეთი ხალხი, ვინც უფრო კარგად იცის ხიფზი ყურანის, ვინც შეიძლება დაეხმაროს იმამს შეცდომის დროს. მაგალითად, ვინც იყო უმრაზე, ვინც იყო მედინაში, ან ჰარამში შეიძლება ნახოს, რომ იმამის უკან ყოველთვის დგას რამოდენიმე პიროვნება ყოველთვის მის უკან. ისინი არ არიან იმამები, მაგათ არ აყენებენ იმამებას, შეიძლება იმის გამო, რომ ცუდი ხმა აქვს რაღაცა, მაგრამ როცა იმამი აკეთებს შეცდომას, ის სამი კაცი მაგათ უკან ეგრევე ასწორებს იმ იმამს. და ეს არის სუნნათის მებო. ეს არის სუნნათი. ასევე ფილიპინებში თუ არ ვთქვი, ან ფილიპინებში ან ინდონეზიაში არის ხალხს ეგ სუნნათი გავრცელებული აქვს. მაგალითად თუ ვინც იქნება მან და შევა ნებისმიერ მადრასაში ან მეჩეთში, ნახავს მაგალითად როცა იყამათი არის ლოცვისთვის, როცა გროვდება ერთად ხალხი, პირველ რიგში მარჯვენა მარცხენა მხრიდან შევსებულია, შუაში რამოდენიმე ადგილი ყოველთვის სარიელია. და როცა იმამი მოდის, ასევე მოდის ის ხალხი, ვინც დგას იმამის უკან. იმ შემთხვევაში თუ იმამი რაღაც შეცდომა იქნება, გააშეასწოროს იმამი. ეს არის სუნნათის მებო. 24 თავი ბაბუ ნაჰი ან მუსაბაყათი ალ იმამ. ზამ მნიშვნელოვანი თავის მებო. და ეს თავი არის ზამ პრაქტიკული ჩვენ ცხოვრებაში. ასევე ყოველთვის. თავს რომელსაც ქვია აქ რძალვა, რომ იმამს გაუსწრო ლოცვაში. ანუ მაგალითად იმამი თქვა ალლაჰუ აკბარ, წავიდა რუქოში, წელში მოიხარა და ადამიანი მაგაზე იმივის. ეს არ შეიძლება. عن أبي هريرة قال أبو هريرة تقوى سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول مقاويو رشمام صلى الله عليه وسلم تقوى أيها الناس أي خلقه إني قد بدنت جيش مريضة من سلطتيس دون صناشي مهماتيو فلا تسبقوني بالركوع والسجود أمنتم نوغس أنو نوغش خاربا دوم نوماس ربتو ركوشي دا سجدشي أنو دوسا تاوز دبت ميزازي أنو شمام صلى الله عليه وسلم إذا ის ეს რაფად ალოცულობდა როგორც ეხლა ადრე ولكني اسبقكم მაგრამ მე უნდა თქვენ გაგასწროთ ანუ თქვენზე წინ უნდა ვიყო انكم تدركون ما فاتتكم თქვენ კიდე შეასრულებთ იმას რასაც თქვენ გამოგჩათო ანუ იმამს არ უნდა გავასრულოთ ძმებო არასდროს და არის სუნნათის ძმებო ჰადისებში არის სხვა ჰადისებში გადმოცემულია რომ საჰაბები მიდიოდნენ
უკვე საჯდაჟე, რუქოში, იმის მერე, როცა ხედავდნენ, რომ იმამი უკვე ამთავრებდა მოძრაობას. Როგორც მაგალითად იმამი რუქოში მიდიოდა, ჩერდებოდა, მაგის მერე ეგრევე საჰაბები მიდიოდნენ ეგრევე რუქოზე. ანუ ხმებს ხმაზე არა, როგორც იმამი ხო ამბობს ალლაჰუ აკბარ, ხმის დამთავრებას კი არ მიდიოდნენ საჰაბები უკვე რუქოში, ან საჯდაში და სხვა მოძრაობებში. არამედ იმის მერე, როცა იმამი ამთავრებდა მოძრაობას. შემდეგი ჰადისში შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ან იბნი محيريز قد مسرم أنه سمع معاوية على المنبر يقول مكان دين خروم قام يقول معاوية رسول يقول منبر جمعة خطبة دروس تقوى قال رسول الله صلى الله عليه وسلم شمام صلى الله عليه وسلم تقوى لا تسبقوني بالركوع ولا بالسجود نو مستربتو أرس ركوشيو أرس سجدشيو فإني قد بدلت إميدو جشمالت ميت صوتتي تماشي مويماتيو وإني مهما أسبقكم حين أركع درود سميت من غاغا سبتو أن كنت تنتاولا رود سمي ركوشي بكنبيو تدركوني به حين أرفع توين غاما سبتو أن غاما سبتو رود سمي أويتبيو وما أسبقكم به حين أسجد درود كنت تنتاولا رود سمي سجدشي تاولا تدركوني به حين أرفع توين غاما سبتو رود سلامي أنو رود سمي أويتبيو مغلاو شنو حديثي باب ما جاء في الصف للصلاة تاويل من السيخبا لطسوس بيرول ريجيبشي أبو هريرة قد مسا رم شمما صلى الله عليه وسلم تقع أحسنوا إقامة الصف في الصلاة قاستوريتو أنك أرجي قاقيتو بيرول ريجيو لطسوشيو وخير صفوف القوم في الصلاة أولها تساوكت سوريجي خلقي استويس أنو يقول اسمه ماما كاسي بيستويس أريس بيرول ريجيو وشرها آخرها تقول زي تسودي ريجي كاسي بيستويس أريس بولو ريجيو وخير صفوف النساء في الصلاة آخرها تقول سوقت سوري كالي بيستويس أريس بولو ريجيو وشرها أولها تقول زي بيروي تقول زي تسودي كالي بيستويس أريس بيروي ريجيو أمي تبيكوي زوجيت ماما كاسي بيست رومي ساد نياتي أو جمعة موديا دا نياتي أو تروم بولو ريجيو شيلوس رو أسبات كموينين جمعة ميري روس إمامي عزيز السلام سكبير غربيان جمعة ميري ეს არის მე ალლაჰ იცანში ყველაზე ცუდი ადგილი მამაკაცებისთვის და ყველაზე კაი ადგილი ქალებისთვის არის სად ბოლო რიგი არის მე შუმაური სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ დროს არ იყო ასე როგორც ჩვენ დროს მეორე სართული ქალებისთვის ცალკე გაყოფილი ადგილი ქალებით ეგრე არ იყო როგორი იყო ქალების მაგ დროს შუმაური სალლაჰუ დროს მეჩეთი ხო იყო ეს არის მეჩეთი სიტყვაზე ხო აქედან არის შესასვლელი კაცებისთვის აქედან არის შესასვლელი კაცებისთვის აქედან ქვევიდან იყო შესასვლელი ქალებისთვის და როგორ ველოდებოდნენ ჯერ პირველი რიგები იფსებოდა კაცებისთვის, ქალების მხრიდან კიდე ბოლოდონ იწყებდნენ. ეგ იყო სუნნათის მებო. და როცა ამთავრებდნენ ჯუმას ქალები, საერთოდ ხალხი, სანამ ფეგმარ სალასრამ ზიქრებს გაკეთებდა, საჰაბებთან ზიქრებს გაკეთებდა, ქალები უკვე მეჩეთიდან გადიოდნენ. და როგორც კი უკვე თვითონ დამთავრებდნენ ზიქრებს, ქალებიც არჩებოდათ მეჩეთში და მერე მიდიოდნენ ისინი. ეს არის სუნნათი, რა ლამაზი აზმებო სუნნათი. شمي حديثي سامس أصدم سامي حديثي أنا أبي سعيد الخدري ما كان كارم شو ماما صلى الله عليه وسلم تقال خير صفوف الرجال المقدم ساوكيت سول ريجي بك أسبيستويس عريس تينا ريجي وشر صفوف الرجال المؤخر تقول إذا تسودي ريجي بك أسبيستويس عريس بولو ريجي بيو وشر صفوف النساء المقدم تقول إذا تسودي ريجي بك هالبيستويس عريس تينا ريجي بيو يا معشر النساء أي كالبو پیغمبر صلی الله علیه و سلم اذا سجد الرجال رسا كاتب ميديان سجدازيو فاخفضن ابصاركن كل طالب كويت تشزيتو عن عورات الرجال انو كاتبيس روم عوراتي ارغاموشتسو فقلت لعبد الله بن ابي بكر سهم روز غايو اس حديث كوا مي وتخاريو عبد الله بن ابي بكر ما يعني بذلك رايقول اسمامي شوما ولي صلى الله عليه وسلم ده ماغان تكوا ديق العذر انو საჰაბები იმდენად ღაზაკები იყვნენ რომ მაგალითად დასასმელი ხანდახან ეცვათ მარტო ერთი დასასმელი და ეგ ხანდახანში ყოფილიყო მოკლე და ხანდახან შეიძლება აურატი გამოჩნდებოდა ან ბეხი ან მუხლი და ასე შემდეგ ლოცვის დროსაც ამიტომ შუქრეს მე რომ ალლაჰმა ჩვენ გვაძლევს ეგეთ დასასმელს მერე იძახის და აგზელებს რომ ანუ ხო მაგაზე ეს ჰადისი გამთავრდა შემდეგ ჰადისში კანა რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იატინა შუმავა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩვენთან მოდიოდა فيمسحو أواتقنا وصدورنا دا أنو چون كيسربزه أنو مقبيده ودا خانخا دا چون كردبزه أنو أسورك دا زميبس أسورك دا ريكبس
ეს არის იმამის ასევე სუნნათი. იმამი ვინც არის, უნდა შეხედოს, ვინც არის მაგას უკან, მაგათ იგებს. და კაია თუ მივა ხანდახან გაასწორებს, ხედით პრობლემა არა ის. და თქვა შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა ლა ტახტალიფა სუფუფაკუმ თქვენი რიგები არ იყოს დაბნეულიო ფატახტალიფა ყულუბაკუმ რომ თქვენი გულები არ იყოს ასევე გაყოფილი. ახლა ნახეთ ძმებო, როგორ მოქმედებს ადამიანის ლოცვა, ადამიანის რიგები როგორ მოქმედებს მაგარ ძმობაზე. შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ამ ჰადისში ჩვენ გვაჩვენებს რას, რომ თუ ადამიანის მორწმუნეების რიგები არის კარგი იყო, მაგათი ძმობა, მაგათი გულებიც ასევე იქნება რა ერთად. და მე თქვა შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა ინნალლაჰა ვა მალაიკატაჰუ იუსალლუნა ალა საფილ აუვალი. ეს არის ძალიან დიდი ღირსეული ადგილი იმ ხალხისთვის, ვინც არის პირველ რიგში. შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა რა თქვა? ჭეშმარიტად ალლაჰი ლოცავს იმ ხალხს და ანგელოზები აკეთებენ დუას იმ ხალხისთვის, მამაკაცებისთვის, ვინც არიან პირველ რიგში. ნახეთ მე ხშირად ნახოთ აიათებში ასევე ჰადისებში ინნალლაჰა ვა მალაიკატაჰუ იუსალლუნა ალა ნაბი და ასე შემდეგ. ეს ჰადისები. როგორ თქვა ეს? ინნალლაჰა ალლაჰზე საუბარი, ეს ნიშნავს რომ ალლაჰი აკეთებს რა და ლოცავს ადამიანს და ასე შემდეგ. რა შეეხება ანგელოზებს ამ აიათებში და ამ ჰადისებში აქ იგულისხმება რა დუას აკეთებენ ანგელოზები ხალხისთვის. ეს არის არაბულ ენის ერთ-ერთი სიმდიდრე რა არის, მეგო, როცა ჩვენ მედინაში ვიყავით, ერთმა შეიხმა გითხრა, რომ არაბულ ენაში შეიძლება ეს სიტყვას შეიძლება ქონდეს 70 მნიშვნელობა. ეს სიტყვა შეიძლება ქონდეს 70 მნიშვნელობა. შემდეგ ჰადისში ანას გადმოსცა, რომ რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალა რასუ სუფუფაკუმ მჭიდროდ დახურეთ თქვენი რიგებიო ვაყარიბუ ბეინაჰუმა და ახლოს გააკეთეთო თქვენი რიგებიო. როგორ ახლოს მეგო, რომ რიგების შორის არ იყო ძალიან დიდი მანძილი. მეტრა ნახევარი 2 მეტრი არ არის საჭირო. დღეს მაგალითად ხამდე ხა ხშირად ჯუმაზე როცა ვგორდებით, იმამები ვიზახიან, რომ მიუახლოვდით ერთმანეთს, რომ გარეთ ხალხი როცა არის, ვერ შედიან მიში და მიუახლოვდით. ეგ არის სუნნათი ძმებო. ერთმანეთს, რიგების ლოცვაში უნდა იყოს ახლოს. ვაჰადუ ალ-აქტაფ და გაასწორეთ თქვენი მხრებიო. ასევე ძმებო, სუნნათიდან რა არის, რომ მორწმუნე როცა დგას იმამის ლოცვა უკან, მაგათი მხრები შეეხოს ერთმანეთს. მაგათი მხრები და კოჭები შეეხოს ერთმანეთს. მაგაზე ჰადისის მოვა. فالذي نفسي بيده إني لا رأى الشيطان يدخل من خلال الصف. იმიტომ მე ვფისავა, ვისი ხელშარეთ შემისული, ალლაჰი ვფისავა, რომ შეიტანი შედისო ამ რიგების შორის შედისო. كأنها الحدث. თითქოს პატარა ცხვარია. ისე შედის ამ რიგებშიო. შემდეგ ჰადისში ანასმა გადმოსცა, რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ათიმუ الصف المقدم გაასწორეთო პირველი რიგიო. فإن كان نقص فليكن في المؤخر. და თუ იქნება პირველ რიგში რაღაც დანაკლისი ცარიელი იქნება, უკან ადგილიდან ხალხი მივიდეს რომ შეავსოს ის ადგილი. და თუ უკან იქნება ცარიელი, სულ ბოლო რიგი მაგას შეავსებსო. ასევე ეს არის სუნნათი, როცა არის პირველი ადგილი ძმებო, შენს წინ არის ადგილი ცარიელი, უნდა შეეცადო რომ წახვიდე წინ და შენ შეავსო ის ადგილი. და ასევე საჰაბები ძმებო არ აძლევდნენ სხვა თუ მაგათ ქონდა საშუალება წინ და წასულიყონ და დადნენ იმ ადგილებში, ისინი მიდიოდნენ და ავსებდნენ იმ ცარიელ ადგილებს, რომელებს იყო მაგათ წინ და სხვას არ აგზავნიდნენ, როგორც დღეს ჩვენ ეს მას მოგითებთ. ეს არის აჯის დაკარგვა. რატომ? ყველაზე საუკეთესო მამაკაცები არიან ის, ვინც არის ძალიან წინ არიან. და ყველაზე ცუდი არიან ვინ? რომლებიც არიან უკან. აიშა გადმოსცა შემდეგ ჰადისში, რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ინნალლაჰა ვა მალაიკატაჰუ იუსალლუნა ალა ალლაზინა იუსალლუნა as-sufuf. ჭეშმარიტად ალლაჰი დალოცავს ეგეთ ხალხს და ანგელოზები უკეთებენ დუას იმ ხალხს, ვინც ლოცულობენ რიგებში და აბავენ რიგებს. აბავენ რა არის ძმებო? უკავშირებენ მხრებს და ფეხებს ერთმანეთს. მხრებს და ფეხებს ერთმანეთს უკავშირებენ. დღეს ალჰამდულილლა ჩვენთან, მაგალითად პირადად ჩვენთან არის გავრცელებული სუნნათი, ალჰამდულილლა მივეჩვით, რომ ფეხებთან უნდა მივადოთ. ეს კაი ალჰამდულილლა. მაგრამ როგორც ხედავთ ჩვენ არ ვართ მიშვეული რას, მხარი მხართან. რატო ხდება ეგ ძმებო? რატო ვერ ვასწავლოთ ჩვენ ამ სუნნათს? ხანდახან როცა ჩვენ ლოცულობთ, ჩვენ ფეხებს ძალიან გაშლილად ვაკეთებთ. ფეხებთან ვდებთ, მაგრამ იმის გამო რომ ფეხები არ არის ძალიან გაშლილი, მხრები უკვე არის რა, შორს არის ერთმანეთის შორის. ამიტომ ეს სუნნათი უნდა შევეცადოთ, რომ ეს სუნნათი რა პრაქტიკაში გამოვიყენოთ, რომ მივადოთ ერთმანეთის ჯერ მხრები და მე ფეხებსაც უკვე უფრო ადვილად
მივადებთ. ეს არის სუნნათი ძმებო. შემდეგ ჰადისში عن عرباد بن سارية قد مصر شمام صلى الله عليه وسلم قال ما قصد قبضرهم أنه كان يصلي على الصف الأول المقدم ثلاثة شمام صلى الله عليه وسلم ناخذ مبو دواسو كتبدا بيرول ريكس من سيكو ما كسب بيشتويس ما قاتويس دواسو كتبدا سامجر وعلى الثاني واحدا دا وينسيكو ميور ريكشي ارتخل تعلموا شينتويس شمام صلى الله عليه وسلم أكتبس دوس إيش دوا رومالي تسيكو أدري تخيصت بوكمدز مبو Χριστές მოკმედეს ჩვენთან. ამით თუ კიდე ალლაჰის წინაშე იყო საუკეთესო მამაკაცების შორის იყავი რა პირველ რიგში. ჩვენ გვაქვს კიდე რამოდენიმე სხვა ხადისები. საუკეთესო მამაკაცი რომელია მაგალითად ვინ იცის? ბევრი ხადისები გვაქვს. ერთი მაგალითად. საუკეთესო მამაკაცების შორის ვინაა ალლაჰის წინაშე ძმებო? ვინც აჰლზე ხარიანია. ვინც აჰლზე ხარიანია, ვით? ანუ მეუღლების მიმართ არის ყველაზე კარგი. და შუმავას რა თქვა? მე ვარ ყველაზე თქვენზე საუკეთესო. ანუ მე ჩემს ოჯახს ყველაზე საუკეთესო რა ვექცევიო. აი კიდე ერთი ხადისი გვაქვს ყველაზე კარგი მამაკაცი, ანუ ყველაზე ხერიანი მამაკაცი ალლაჰის წინაშე ვინ არის? ვინც არის ამ პირველ რიგში. ეს არის მეორე ხადისი ჩვენთვის ძმებო. თუ გინდა ვიყოთ ყველაზე საუკეთესო ალლაჰის წინაშე. შემდეგ ხადისი შუმავა სალალაჰუ ალაიჰი ვასალამა თქვა საჰაბა გადმოსცა أقبل علينا رسول الله صلى الله عليه وسلم بوجهه شمام صلى الله عليه وسلم سخي شموتيرا شوين شوريس تتكوا أقيموا صفوفكم سامجر قايمي ورا غاستوريتو تكوني ريجيبيو والله لا تقيمن صفوفكم دا أوسلبت غاستوريتو تكوني ريجيبيو أو ليخالفن الله بين قلوبكم ან ალლაჰი გააკეთებს ეგრევე თქვენ შორის, თქვენ გულების შორის იქნება რა იხტილაფი იქნება. ამიტომ ძალიან აუცილებელია ეს რომ რიგები გავასწოროთ. და მე თქვა ფარაიტუ რაჯულა იულზიყუ კა'ბაჰუ ბიკა'ბი საჰიბიჰი. და მე ვხედავდიო ხალხსო რომ ერთი კოჩს ანუ ასე ვთქვათ აწებებდა, ან ძალიან ახლოს ანუ ეხებოდა მეორე თავის მეგობრის კოჩს. ვა მანკიბუჰუ ბიმანკიბი საჰიბიჰი და თავის მხარს უდებდა თავის ანუ მეზობლის მხარესო. ეს არის საჰაბი როგორ აკეთებდნენ ლოცვის დროს, როცა იმამეს უკანიდნენ, კოჭთან უდებდნენ და მხარი მხართან ზმებო. ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ ხაზებს როგორ ვასწორებთ. ხანდახან ზმები უყურებენ ხალიჩას, ეს არასწორი არა ეს სუნნათი. ხანდახან ზმები უყურებენ წინა ფეხები წინა ნაწილებს, ეგაც არასწორი ზმებო. ყველაზე კაი, როგორც სუნნათით არის მოცული, რომ თუ გინდათ რომ იყოს თქვენი საფუ, თქვენი რიგები სწორე, უნდა შეაერთოთ როგორ კოჭთან და მხართან, ეგ არის სუნნათი ზმებო. და შემდეგ ჰადისში შუმავა სალალაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა عن ابن عباس مقدمه რომ მან თქვა خيركم اليانكم بمناكب في الصلاه ყველაზე საუკეთესო თქვენსგან არის ის, ვინც არის ყველაზე რბილი როცა მხარი მხარს უდებს თავის ანუ მეზობლის ლოცვაში. თავისავს მეზობლის ლოცვაში. ასევე ზმებო, ზოგიერთი ზმა, როცა უერთდება თავის ზმას ლოცვაში, რას აკეთებს? ფეხთან ისე უდებს, შეიძლება ფეხის ედგინოს თავის მეგობარს. ანუ სუნნათში შესრულება უნდა. პირადად მე რამჯერ მომივიდა ეგეთ რაღაცა. მოდი ზმა, სუნნათში შესრულება უნდა. ხან ფეხის დაგაბიჯდა, ხათის დაგაბიჯდა უკვე ლოცვაში, შეიძლება მიდის სხვაგან უკვე ლოცვაში. ამიტომ სუნნათი არის ზმებო, რომ ანუ რბილად შენ ზმასთან თუ გინდა შეერთება შენ ზმასთან, მიდი მაგასთან და რბილად შეუერთი ლოცვაში. ბაბუ ფიმან იალი ან იმამა. თავი რომელიც იხება იმას, რომ ვინც დგას იმამის უკან. ან ყეისმა გადმოსცა ბინ უბადა გადმოსცა. بين أنا بالمدينة في المسجد في الصف المقدم قائم أصلي. როცა მე ვიყავი მედინაში, მეშეშიო და ვიყავი პირველ რიგშიო და ვსოლობდიო. არა, მოდი ამ ჰადის ჩვენ შემდეგ ჰადისზე შემდეგ გაგვიწეს გავილით. ერთ ჰადისის მნიშვნელობა გამოვჩეთ ზმებო. აიშამ გადმოსცა რომ შუმავა სალალაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა لا يزال قوم يتخلفون عن الصف الأول. ხალხი ნახეთ მე რასაში ჰადისია. ხალხი არ გაჩერდება დაგვიანებას პირველ რიგშიო حتى يخلفهم الله في النار. სანამ ალლაჰი არ ჩააგდეს მათ, არ დააყენებს მაგათ გომარეობას ჯოჯოხეთშიო. მაგრამ ეს ბოლო ნაწილი ზმებო ფინარ ჯოჯოხეთში არ არის სახიხი. სახიხი არის რომელიც არის მაქამდე. حتى يخلفهم الله. სანამ ალლაჰი არ დააკეთებს ისე რომ მაგათ დააგვიანდებათ. რაში საზეგზმებო სანამ როცა მოსწმუნე ადამიანი თუ ყოველთვის განზრახულად აგვიანებს პირველ რიგში ჯუმა ლოცვა, ჯამაათით ლოცვა და სპეციალურად აგვიანებს და არ უნდა პირველ რიგებში ლოცვა, ალლაჰი როგორ აკეთებს რომ როცა მაგას უნდა რაღაცა ხერიან საქმეს გაკეთება, მაგალითად გაკვეთილია სიტყვაზე, ან რაღაცა ხერიანი საქმე,
ალლაჰი აკეთებს ისე, რომ იმ ადამიანს მერე არ შეუძლია წასვლა იმ კაი გაკვეთილებზე. სიტყვაზე მოხდება ეგრე, რომ შეიძლება შენ ეთქვი ძმას, ძმა მოდი გაკვეთილებზე, ჩვენ უკვე მე-11 გაკვეთილზე ვარ, 100 ჰადისი გავიარე მაგალითად, რომ შენ რამდენი გაიარე და შენ მაგას ეუბნები, ახი ერთი ჰადისი არ გავიარე ჯერ. რის გამო შეიძლება იმის გამო იყოს, რომ შენ აგვიანებდი ლოცვაზე, სპეციალურად განზრახულად. არ დგებოდი პირველ რიგებში. და ეს მაგის დაჟა რა არის ალლაჰ აზზავაჯალ როგორ აკეთებს, რომ ადამიანს როცა უნდა მერე უკვე წინ წასვლა გინ დუნიაში, გინ რელიგიაში, უკვე ვერ მიდის წინ. ამიტომ ეს არის მე როგორც თქვენ ალიმები ცოდვა. როცა ალიმ შეუძლია პირველ რიგში ლოცვა და მაგას არ აკეთებს. ალლაჰ ბარაკა მოგწმებო. ამინ ხება და